თავისთვის სოციალური მოთხოვნილებებით იყო განპირობებული. შემდეგი იყო ესთეტიკური დანიშნულება. ასეთი დამოკიდებულება ბოლო პერიოდში საკმაოდ შეიცვალა. დღეს უძველესი, ავთენტური ფოლკლორი სრულდება მხოლოდ ესთეტიკური დატვირთვით. და სოფლად ძალიან იშვიათად შევხვდებით თქვათ იგივე შრომის სიმღერას, რომ შრომის პროცესშივე სრულდებოდეს. ეს არის ერთეული შემთხვევები დღეს სამწუხაროდ. უფრო მეტად თქვათ სვანურ რეალობაში შეიძლება შევხვდეთ ზარის შესრულებას, დღესაც საბედნიეროდ ეს კიდევ ხდება. ფოლკლორი არსებობს და მოთხოვნილება ამ ფოლკლორული ნიმუშებისადმი არ დაკარგულა, მაგრამ დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა. საინტერესოა დღეს როგორ იყენებენ ფოლკლორულ ნიმუშებს ქალაქურ გარემოში აღზრდილი ადამიანები. ამ მხრივ რამდენიმე სფერო გამოიკვეთა, სადაც ხდება ფოლკლორის გამოყენება. ქართულ ფოლკლორზე მაქვს საუბარი, ქართულ რეალობაში ამ შემთხვევაში. ეს არის დემონსტრაციებზე გამოყენება ფოლკლორისა. და თქვათ, აი მოყოლებულია 1999 წლიდან სხვა დემონსტრაციებზე სხვადასხვა დოზით ხდება ფოლკლორის გამოყენება და იგივე ავთენტიკურობა ამ ფოლკლორისა პერიოდულად იცვლება. უბრალოდ აქცენტი ამ თემაზე. აი მაგალითად 99-91 წლის აქციებზე, დემონსტრაციებზე უფრო მეტად იყო, თქვათ, მოთხოვნილება უძველესი ავთენტიკური ფორმების სახით წარმოედგინათ ფოლკლორი, გამოეყენებინათ, თქვათ, იგივე ასლანური მრავალჟამიერი ჟღერდა, იგივე ქართულ ხელიხმალს იკარ. აქეთ თუ წამოვალთ, იგივე თქვათ 2003 წლის დემონსტრაციებზე, ჟღერდა დამუშავებული სახით წარმოდგენილი ფოლკლორი. უფრო მეტად იყო ჩართული, თქვათ, ისეთ საკრავები, არა ფოლკლორული და არა ქართული საკრავები, როგორც არის იგივე ბას-გიტარა, თქვათ, იგივე დრამი. და უახლოესი, თქვათ, იგივე ნოემბრის აქციებზე ეს ყველაფერი იყო სინთეზირებული. წარმოდგენილი იყო უამრავი ჟანრი, როგორც ფოლკლორული, ისე არაფოლკლორული. ფოლკლორულ სიმღერებთან დაკავშირებით ისინი ასე თუ ისე წმინდა სახით იყო მოცემული. ამ შემთხვევაში საინტერესოა იმ მხრივ ფოლკლორის გამოყენება, რომ მას აქვს ორი ფუნქცია, თქვათ, დემონსტრაციებზე. ერთი არის იგივე პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, გაღვიძება იქ შეკრებულ ადამიანთა შორის. და მეორე, რაშიც ძირითადად მაინც რიტმულ ნიმუშებს იყენებენ ხოლმე, ეს არის გარკვეული ინდივიდების ერთ მასად, ერთ მთლიანობად შეკვრა. და საკმაოდ კარგად მუშაობს ხარამდენადაც კვლევის პროცესში დავინახე, ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან კარგად აიტაცა ხალხმა ეგ გაშღერებული ესე თუ ის ნიმუში. საინტერესოა ფოლკლორის ნიმუშების ჩართვა სარეკლამო ინდუსტრიაში. ქართველი და უცხოელი რეჟისორები სარეკლამო რგოლებში ამ ნიმუშებს განსხვავებულად იყენებენ. აკაცა რეკავზე დალოცვიჯო, აკაცა რეკავზე. ჯერ ვისაუბროთ, თქვათ, იგივე ქართულ პროდუქციაზე. ეს შეიძლება იყოს გამიზნული ქართველი მომხმარებლისთვის, შეიძლება იყოს გამიზნული უცხოელი მომხმარებლისთვის. პირველ შემთხვევაში მაინც ცდილობენ უფრო მეტად გამოიყენონ ისეთი ნიმუშები, რომლებიც ძალიან პოპულარულია დღევანდელ საზოგადოებაში, ქართულ რეალობაში. შეიძლება სულაც არ იყოს ეს ავთენტური ფოლკლორი, როგორც წესი არ არის ხოლმე. შეიძლება
იყოს ეს ფსევდომთიულური ჰანგები, როგორც წესი უწოდებენ ამას მთიულურ სიმღერას, მაგრამ თუ კანონზომიერებებს შევხედავთ, მთიულური სიმღერებისა სრულიადაც არ განეკუთვნება ამ პილოგავს. ძალიან საინტერესოა ის, რომ შეიძლება იყოს ერთი მხრივ ფონურ მუსიკად გამოყენებული რეკლამაში, მაგალითად, ავიღოთ თქვათ ლუდების რეკლამები, იგივე ფშავი ლუდი არის ესეთი, სადაც რა ლამაზია თუშეთის ჰანგი არის გამოყენებული. გარკვეული წინააღმდეგობრიობა რა თქმა უნდა არის, რომ ფშაური ლუდის სარეკლამოდ თქვათ ვიყენებთ თუშურ მელოდიას, მაგრამ როდესაც მსმენელი ამას უსმენს, ის რა თქმა უნდა ამას არ აღიქვამს, უბრალოდ ატმოსფერო იქმნება მასში, ძალიან მშობლიური, იგივე აღმოსავლეთის მთის და კარგად მუშაობს ეს მის ფსიქიკაზე, რაღაცა მშობლიურობის შეგრძნებას აღწევს და ისწავლა რა თქმა უნდა და იყიდეს ამ პროდუქციას, უფრო მეტი ალბათობა. დილით კლდის ზურგი გათბება. მიწას ხივებით აენთო. ხევებს მდინარე ასკადება, ნისლი ფიქრებში გაერთო. თაში სულ სხვაა ცხოვრება. ნამდვილი როგორც სიცივე, ძნელია გამოთხოვება თორემ სრემლებად იწვიმებს, მოუსხამთ თეთრი ნაბადი, შულ ჩამუქებულ მყინვარებს, აქ ვაშკაცობით გავთმები, ჩემში სამშობლო მზვინვარებს, ტრიალად ბებში ნახარი. ნადუღი ნისლის ორთქლითა, ლივლივებს თიხის კათხაში, თის ლუდი წესი მოდგმით. მთიელი, ნამდვილი მთის ლუდისათვის დამახასიათებელი მდიდარი გემო და ზომიერი სიმწარე. მთიელი, ქართული მთის ლუდი. და მეორე შემთხვევაში, როდესაც მაგალითად მაგთის რეკლამა არის, ესეთი როცა ქალაქურ მრავალჟამიერს ასრულებს მთელი ქართული საზოგადოება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ადამიანები, როგორ მღერიან ერთად. სხვადასხვა სოციალური გარემოდან, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება უშუალოდ მრავალჟამიერზე. ანუ მთელი შინაარსობრივი ქარგა მიდის მრავალჟამიერის საშუალებით. და დომინირებული რეკლამაში არის სწორედ ეს. თქვენს სამყაროსთან. ცხოველების შემთხვევაში ორიენტაცია ხდება იმაზე, რომ მოახდინონ სიმღერების ისეთი სახით მიწოდება, არანჟირება, რაც თქვათ ევროპული თუ ამერიკული მუსიკალური კულტურის მსმენელ ხალხს გავადვილებს მის აღქმას. აი მაგალითად, ძირითადად ტურისტების მოსაზიდად გაკეთებული სარეკლამო კლიპები. რომლებშიც არის სინთეზირებული სხვადასხვა ჟანრის მუსიკა და მათ შორის იგივე გელინოს მუსიკალური ჰანგი არანჟირებული და გარდა გელინოსი ამავე კლიპში არის მოცემული განდაგანა იგივე არანჟირებული სახით და იმდენ ეს მუსიკალურ ქსოვილში არის გაბნეული მარცვლებად მთლიანად ამაზე არ არის აგებული მთელი კლიპი. უფრო მეტად მაინც კლუბური მუსიკის და დისკოს ფარგლებში ამოცემული. Wild nature. Divine relaxation. Exotic culture. Or maybe you want it all. Summer in Georgia. კიდევ უცხოელი დამკვეთების მიერ წარმოებულ ამ თუმი რეკლამაზე შეიძლება უცნაურად მოგვაჩვენოს, მაგრამ ისინი უფრო ცდილობენ ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვას, ვიდრე ვთქვათ ჩვენ. თუნდაც წარმოადგენდეთ ამ ფოლკლორულ მიმართვით. მაგალითად ძალიან ხშირად კეთდება ქართული კულტურის პროპაგანდა უცხოურ ტელესივრცეში სხვადასხვა სიუჟეტის სახით
და იქ არის გამოყენებული ისეთ ნიმუშები, თქვათ, როგორც არის შენხარ ვენახი, როგორც არის მრავალჟამიერების სხვადასხვა სახე. ამავდროულად კეთდება ძალიან ხშირია ღვინის რეკლამა. და აქაც ძირითადად ქართულ კახურ ნიმუშებს იყენებენ. შეიძლება მოხდეს ხოლმე აღრევა, მაგალითად იყოს საუბარი კახურ ღვინოზე და ამ დროს იყო ესეთი მაგალითი რაჭული მრავალჟამიერი შესრულდეს. ნუ რა თქმა უნდა, ამას ვერ მოსთხოვ უცხოელს. ძალიან კარგია ის, რომ თქვა ცდილობს ავთენტიკური სახით მიაწოდოს მსმენელს ეს ყველაფერი. იგივე მახსენდება ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი, სადაც უშუალოდ პირველადი შემსრულებლობა არის გამოყენებული ქართული ფოლკლორის. ესე კი, ესეთი ანსამბლი, რომელიც დაკომპლექტებულია სვანეთში მცხოვრები მომღერლებისაგან. და რა თქმა უნდა, ისინი ასრულებენ უძველესი შრის ქართულ ფოლკლორულ ავთენტურ სიმღერას. ახლავე გამთაიზუხდეთ, ამიწუხდები, სუსტუხდები. მეცნიერო დაკვირვებას ატარებებ აზერჩა. ქვეყანა გამეცნიერდა და ფერად უნდა ჩამოვა. გადატრიალება უნდა მოახდინა მეცხოველობაში. მუსიკის როლი პირუტყვის დაშქარებაში. მას მეხელ დარჩეგიცით. და შემდეგი დაფრუნდა ძროხები. წლების წინ ჩვენში ღიმილს იწვევდა ეპიზოდი ფილმიდან უდიპლომო სასიძო, როდესაც ხბოს გამოჯანმრთელებას სიმღერით ცდილობდნენ, ან ცხოველებს წონის მოსამატებლად მუსიკას ასმენინებდნენ. აღმოჩნდა, რომ მუსიკას და კერძოდ ფოლკლორს მნიშვნელოვანი გამაჯანსაღებელი თვისება აქვს და ევროპასა და ამერიკაში მას აქტიურად იყენებენ სამედიცინო თერაპიის პროცესში. საქართველოში არტ-თერაპიაზე საუბრისას აქცენტი ძირითადად სახვით ხელოვნებაზე კეთდება. თუ იყენებენ მუსიკას, ის ძირითადად კლასიკურია. რუსულ სტატიაში წავაწყდი ინფორმაციას სხვადასხვა ჟანრის მუსიკას როგორ მოქმედებს ადამიანზე და რა კუთხით აქვს მას იგივე სამედიცინო ფუნქცია. და იქ საუბარი იყო იოდლის ტექნიკაზე, რომ განსაკუთრებით კარგია ამის გამოყენება ფსიქიკური აშლილობის დროს, ან სტრესის დროს, ოღონდ იოდლის მღერა უშუალოდ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იოდლის ქართული პროტოტიპი არის, თქვა, კრიმანჭული. და ალბათ კარგი იქნება თუ კრიმანჭულსაც ჩართავენ იგივე ამ სფეროს წარმომადგენლები. პოლიტიკასა და მუსიკისა და პოლიტიკის პარალელები ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი ტლევანდელ სიმპოზიუმზე ერთ-ერთი მომხსენებლის, კანადელი მომხსენებლის მეც ჰარვის მიერ და მას ჰქონდა ესეთი თემა პოლიტიკური პოლიფონია. სხვადასხვა პოლიფონიური ფორმები იყო მისადაგებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ურთიერთობის ფორმებთან. და ძალიან საინტერესო იქნება იგივე, ვთქვათ, გურული პოლიფონიის ჩართვა პოლიტიკურ ურთიერთობებში, იმ თვალსაზრისით, რომ როგორც ვიცით, გურულ პოლიფონიაში სამივე ხმა დამოუკიდებლად ვითარდება, სამივე აბსოლუტურად ერთმანეთთან თანხმობაშია და ამ პროცესის შედეგად ბოლოს მიდიან ხოლმე როგორც წესი უნისონამდე ერთ აზრამდე. ამას პოლიტიკა და მუსიკა კარგად მუშაობს ერთმანეთთან, თუ გამოვიყენოთ კარგი. უცხოელი ხელოვანები ქართულ ფოლკლორს რიგ შემთხვევაში იყენებენ როგორც გარკვეული ეგზოტიკური ჟღერადობის მქონე მუსიკალურ მასალას. შეიძლება გამოყენებული იქნას ციტატა ავთენტური ან დამუშავებული სახით, სადაც მხოლოდ გარკვეული ინტონაცია არის შენარჩუნებული. საინტერესოა მაგალითად, რომ ზოგ შემთხვევაში სრულიად არ არის გააზრებული ამ ფოლკლორული ნიმუშის წარმომავლობა, ქართულობა, ასე ვთქვათ. და
მაგალითად აი ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ Kate Bush-ი ცნობილი ბრიტანელი მომღერალი მის ერთ-ერთ სიმღერაში გამარჯობა დედამიწა Hello Earth გამოყენებული აქვს მას წინწყარო თუმცა ეს ნიმუში მოისმინა Kate-მა გერმანულ ფილმში Nosferatu სადაც ასევე არის გამოყენებული და შემდეგ ინტერვიუში ამბობს 1995 წლის ინტერვიუა რომ მე ძალიან მოვინუსხე ამ მუსიკით და მივხვდი რომ ჩემი ის რაც უნდა მეთქვა ფაქტობრივად ამ მუსიკის საშუალებით უკვე ითქვა და აუცილებლად გამოვიყენებდი მას საკუთარ შემოქმედებაში და მართლაც ამ სიმღერაში გამოიყენა თუმცა Kate-ს არ აქვს აბსოლუტურად გააზრებული რა ტიპის შეიძლება იყოს ეს ნიმუში. უბრალოდ ამბობს რომ ეს ალბათ იქნება რომელიმე ტრადიციული კულტურის პირმშო და ეს იქნება უფრო სასულიერო ჟანრის. ალბათ უფრო ჟღერადობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს მეტად სასულიერო ჟანრთან არის დაახლოებული. და Kate ამბობს რომ იცით რა ბევრი ვიფიქრე და მე მივხვდი რომ ეს იქნება ან ჩეხური ან რუსული და ბოლოს კი ნამდვილად რუსულია. ძალიან მტკივნეული მომენტია როცა ქართული ფოლკლორის ნიმუში არის გამოყენებული ძალიან პოპულარულ ფილმი იქნება ვთქვათ ეს თუ სიმღერა არ აქვს მნიშვნელობა და დაკარგულია მისი წარმომავლობა. აბსოლუტურად გააზრებულად გამოიყენეს ქართული ფოლკლორი ტაილანდელმა ქორეოგრაფებმა. ჰამლეტ გონაშვილის სიმღერის მოსმენის შემდეგ საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა სრულიად ახალი სპექტაკლი შექმნა. მას შემდეგ ანსამბლ რუსთავისა და ტაილანდური საბალეტო დასის შემოქმედებითი ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდება.
მაგალითად აი ქართული ფოლკლორის გამოყენება შეიძლება იყოს როკ ჯგუფის მიერ, რაც გამახსენდა ხა ამ შემთხვევაში ეს არის იტალიური როკ ჯგუფი, Profusion, ასე ქვია და ისინი იყენებენ ლაზურ სიმღერას, მაგრამ აბსოლუტურად გარდაქმნილი სახით, უბრალოდ იღებენ ინტონაციას, თავარ მელოდიურ ქარგას ამ სიმღერისა და შემდეგ მთლიანად არგებენ მათ მუსიკალურ ჟანრს. მაგრამ ამავდროულად სინთეზს უკეთებენ სხვადასხვა ქართულ მოვლენას, როგორც არის მუსიკალურ მოვლენებზე საუბარი, როგორც არის გიორგი გლოსოვარიების ჩართვა, გარკვეული სახის გლოსოვარიების ჩართავენ რანია ორუდილა. ასევე აქვს ინსტრუმენტული პასაჟი, რომლის დროსაც ჟღერს ქართულის ინტონაცია, ეს ძალიან საინტერესოა. და კლიპს თუ ნახავთ ამ ჯგუფისა, თავარი მოქმედი გმირი გოგონა, რომელსაც ეძღვნება სიმღერა ჭუტაჭანი, ასე ქვია სიმღერას ამ პატარა გოგონაზეა. მთლიანად არის შემოსილი ქართული ორნამენტებით დამშვენებული კაბით, იგივე ნაწნავები, ჩიხტიკოვი. ანუ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით იყენებენ ქართულ ფოლკლორს და ქართულ კულტურას, არამედ გარკვეულ ეგზოტიკურ სამყაროს ქმნიან. ძირითად შემთხვევაში, როდესაც ფოლკლორს იყენებენ თანამედროვე რეალობაში, იგნორირებული თუ არა ნაკლებად აღქმულია მისი ავთენტურობა და ძირითადად მაინც თანამედროვე მოთხოვნილებებს არგებენ ხოლმე ფოლკლორულ ნიმუშებს. რაც რა თქმა უნდა სასიკეთოდ ვერ აისახება ფოლკლორზე, მაგრამ დადებითია ყველაფერს აქვს ის, რომ ფოლკლორი როგორც ცოცხალი მოვლენა დღემდე არსებობს და არა მხოლოდ ძველი ჩანაწერების სახით ყოფს.